ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაფიცვა გრძელდება. თანამშრომლები დირექტორის შესარჩევი კონკურსის შემდეგ დაწყებული პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. საკუთარი მოთხოვნები კოლექტივმა დღეს განათლების მინისტრს გააცნო, თუმცა შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. კონკურსის შედეგების გაუქმება და განათლების სამინისტროს ნაცვლად პარლამენტის დაქვემდებარებაში გადასვლა იმ მოთხოვნებს შორისაა, რომლებიც გაფიცულებმა წერილობით გაავრცელეს და საკანონმდებლო ორგანოსაც გაუგზავნეს. ცენტრის გარშემო არსებული უთანხმოების გამო მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია ზაზა აბაშიძეს, რომელმაც განათლების მინისტრის მიერ დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დირექტორის პოსტზე ბუბა კუდავა ჩაანაცვლა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისა და თამარ სანიკიძის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. განათლების სამინისტროში დახურულ კარს მიღმა 3 საათიანი განხილვის შემდეგ ცენტრის თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მათი თქმით, მინისტრმა და მისმა მოადგილემ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. აქეთ მომავლებს ჰქონდა რაღაცა ილუზია და იმედი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაზეც ჩვენ პროტესტს ვაცხადებდით, რაღაცას მაინც გაიგებდნენ, მაგრამ ვართ საოცრად იმედგაცრუებულების. ისევ აღმოჩნდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც იყო ჩვენი პროტესტის მიზეზი, არაფერი არ გაუგიათ სამინისტროში. იგივე ტონალობაში აგრძელებდა ქალბატონი მინისტრიც მისი მოადგილეს. სამინისტრო არ აპირებს მსგავს დათმობაზე წამოსვლას და რაც თავში იყო განზრახული, მის განხორციელებას აპირებს კვლავაც. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მინისტრის სიცრუეში ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე დაადანაშაულეს და ის მიზეზები ახსნეს, რის გამოც პოზიცია შეცვალეს და თამარ სანიკიძესთან დიალოგზე უარის ქმის მიუხედავად დღეს სამინისტროში მაინც მივიდნენ. იგი თავად უნდა მოსულიყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და იქ ჩვენ დარბაზში მოუხდარიყო ჩვეულებრივი დიალოგი. გუშინ სამწუხაროდ იწვია და დღეს უკვე განხორციელდა ზარები თითოეულ თანამშრომელთან და დაგვიბარეს სამინისტროში მინისტრთან შესახვედრად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ გვინდოდა მიზეზის მიცემა კიდევ ერთი ტყუილისთვის, რომ ეთქვა, რომ დავიბარე, მაგრამ არ მოსულა. უნდა გაუქმდეს ამ არაობიექტური კონკურსის შედეგები, როგორც ჩვენ მიგვაჩნია და ამაში სამწუხაროდ ვერ დავწმუნდით, რომ ეს ასე არ იყო პირველი. მეორე, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და რაც შეიძლება მალე, რომ ინსტიტუტებს დაუბრუნდეთ სამეცნიერო საბჭოებს, თავიანთი ხელმძღვანელების არჩევის წესის, ასე არჩევის უფლება და სხვა საკითხები გადაწყდეს, ანუ ავტონომიურობის მეტი ხარისხი და მაკონტროლებელი ორგანო შეეცვალოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხელნაწერთა ცენტრის მთელი კოლექტივი უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციაზე ითხოვს. ორშაბათიდან ცენტრის 110-ვე თანამშრომელი გაიფიცა. ამ დრომდე დალუქულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დარბაზი. დაკეტილია სამკითხველო საექსპოზიციო სივრცე და საცავები. ხელნაწერთა ცენტრში ამ დრომდე არ მისულა არც განათლების სამინისტროს კომისიის მიერ არჩეული ახალი დირექტორი ზაზა აბაშიძე. მინისტრს იმედი აქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგს გამოიღებს, რადგან მეცნიერ თანამშრომლებს ის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელსაც ისინი არ ფლობდნენ. არის გარკვეული კომპონენტები, რომელშიც მათი თანამონაწილეობა ვერ იქნება შედეგის მომტანი იმის გამო, რომ ეს არ წარმოადგენს მათი პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, საკითხს. რაც შეეხება დირექტორის არჩევას, დანიშვნას და ასე შემდეგ, მე კარგად ავუხსენი მათ, ეს ვისი კომპეტენცია, როგორ არის, რანაირად მუშაობს. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღეს იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გაიაზრონ, როგორ უნდა იმოქმედონ ამის შემდეგ. არც ერთ საკითხზე არ მომხდარა შეთანხმება, ეს ნიშნავს, რომ არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი ჩვენი მოთხოვნა. პროტესტს ვაგრძელებთ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე თამარ სანიკიძის მიერ შექმნილმა 9-კაციანმა კომისიამ 16 მაისს აირჩია. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებმა წერილით მიმართეს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ისინი ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფრო მაღალი სტატუსის მქონე მაკონტროლებელი ორგანოსადმი დაქვემდებარების საკითხის განხილვას ითხოვენ და ამბობენ, რომ მშვიდობიან აქციებს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.